ფილმი ქართულად გახმოვანდა დიდი დიღმის 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის სამრევლოს თანადგომით. დოკუმენტური ფილმი და ამ დისკის შიგთავსი განკუთვნილია მხოლოდ კერძო ჩვენებისათვის. აკრძალულია მისი რეპროდუცირება, გაქირავება, საჯარო ჩვენება ან ეთერში გადაცემა საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე. სინას მთა ეგვიპტის უდაბნოში, წითელი ზღვით გარშემორტყმული სინას ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ის ნახევარკუნძულის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთაა, რომელიც ზღვის დონიდან 2285 მეტრამდე აღწევს. ეს განსაკუთრებული ადგილია. გადმოცემის თანახმად, ღმერთი სწორედ სინას მთაზე გამოეცხადა წინასწარმეტყველ მოსეს, ცეცხლსაშინა ვით არცა მაყვალი შეუწველი. სინას მთის მწვერვალზე უსახსოვრა ღმერთმა მოსეს ქვის ფიცრებზე ამოტვიფრული 10 მცნება. იქვე მთის მწვერვალზე აგებულია წმინდა სამების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი. მთაზე ყოველ ღამე მზის სამოსვლის შესაგებებლად ასობით და ათასობით მომლოცველი ადის. მშვიდობიანი ურთიერთობა, რომელიც არსებობს ადგილობრივ ბედუინებსა და იქ დაყუდებულ ბერებს შორის, იქცა სიმბოლოდ სხვადასხვა სარწმუნოებისა და კულტურის მქონე ადამიანებს შორის მშვიდობისა. მთის ძირის სიახლოვეში პირველი ქრისტიანები ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან გამოჩნდნენ. იმავე პერიოდში დაარსდა იქ მონასტერი, რომელიც მოგვიანებით წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის გახდა. ეკლესიის მიერ 1000-ზე მეტი სინელი მოღვაწე იქნა შერაცხული წმინდანად. სინას მთა, ისევე როგორც ათონის წმინდა მთა, უძველესი დროიდან იზიდავდა სულიერი მოღვაწეობის მსურველ ასკეტებს, რომელთაც ჭეშმარიტი მეუდაბნოვე ცხოვრების, გონიერი ლოცვისა და მდუმარების სურვილი ჰქონდათ. სინას და ათონის წმინდა მთებს შორის უხილავი, სულიერი კავშირი არსებობს. ყველასთვის, ვინც საჭიროებს სულიერ მხარდაჭერას. ფილმების ეს სერიალი ათონელ ბერდიდ მამა ექვთიმეს მიმართ იღუმენ კიპრიანეს მიერ გამოხატული მორჩილების შედეგია, რომელმაც მას მღვდელმონაზონ ისააკის მიერ 2004 წელს მამა პაისი ათონელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დაწერილი წიგნის ეკრანიზაცია შესთავაზა. თავად წიგნის ავტორი 1998 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა. ეს მისი საფლავია ათონის მთაზე, მამა ექვთიმეს კელიასთან. ფილმში ასევე ჩართულია მრავალი ადამიანის მოწმობა, რომელთაც უცხოვრიათ მამა პაისისთან და პირადად შეხვედრიან მას. თქვენ მოისმენთ თავად მამა პაისი მთაწმინდელის ტექსტების ფრაგმენტებს და ნახავთ ადგილებს, სადაც ის ცხოვრობდა. ახლა ჩვენი გზა სინას უდაბნოზე წევს და წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს მონასტრისკენ მიდის. ბერდიდი პაისი აქ გასული საუკუნის 60-იან წლებში იმყოფებოდა. ეგვიპტეში ხშირად არის არეულობები. მონასტრამდე მისასვლელად 14 ბლოკპოსტის გავლა მოგვიწია. წმინდა ეკატერინეს მონასტრის წინამძღვარმა, სინელმა მთავარეპისკოპოსმა დამიანემ გვითხრა, რომ თუ მონასტრამდე მშვიდობით ჩავაღწევდით, ამას ღვთის დიდ წყალობად და ვიდეო გადაღებაზე მამა პაისის კურთხევად მიიჩნევდა. მღვდელმონაზონი ისააკი, პაისი მთაწმინდელის ცხოვრება, ნაწილი პირველი, თავი მერვე, მეუდაბნოვე სინას მთაზე. 1962 წლის 30 სექტემბერს ბერდიდმა სინას მთას მიაშურა. მის ჩასვლას ძლიერი გვალვა დაემთხვა. იქაური ბუნებრივი პირობები ისეთია, რომ წვიმა ისედაც იშვიათად მოდის. თუმცა იმ წელს, როცა ბერდიდი იქ ჩავიდა, წყლის უკმარისობა განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა. მონასტერში აკლემების ქარავანს ამზადებდნენ წყლის შორი მანძილიდან მოსატანად. ბერდიდმა უთხრა, მოიცადეთ, დღეს ნუწახვალთ. მთელი ღამე ლოცულობდა. წვიმისათვის ლოცვისას, როცა ვხედავ, რომ ცაზე თუნდაც ერთი ღრუბელი გამოჩნდა, მისი გამოგზავნისთვის ღმერთს ვადიდებ. თუნდაც წვიმა სულაც არ წამოვიდეს. ხოლო ჩემი სინდისი კი იმისთვის მქენჯნის, რომ თავად ჩემში იმდენი სულიერი ღრუბელია, რომელიც ღვთის მადლს მიჩრდილავს.
ღმერთი დაგვეხმარება, თუ მის წყალობას სიმდაბლით ვითხოვთ. გვალვის დროს მდაბალი ადამიანის ლოცვა წვიმიან ღრუბლებს აგროვებს. დაემუდამ ლოცულობდეთ, რომ ღვთისგან გამოგზავნილ წვიმას სულიერი გავლენის მოხდენაც შეეძლოს, რათა ის სულიერი ხანძარი ჩააქროს, რომელიც ეშმაკის ბოროტებით ბობოქრობს სამყაროში და ადამიანთა სულებს წვავს. ჩემსა და ბერდით შორის ასაკში არსებული სხვაობა დაახლოებით 9 წელი იყო. მამა პაისი უფროსი იყო. როცა ის ჩამოვიდა, მე 27 წლის, ან ოდნავ მეტის ვიყავი. ის კი დაახლოებით 36-ის. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ ის კარგი, ჭეშმარიტი ბერი იყო. და როცა ჩამოვიდა, ჩვენ ყველანი რჩევებს ვიღებდით მისგან. მაშინ ბერები ცოტანი ვიყავით და უმეტესობა ჩვენგანს არ გააჩნდა მონაზვნური წესკანონების განსაკუთრებული ცოდნა და იგი გვეხმარებოდა რჩევებით. მე თავად ცოტა დაუჯერებელი, ასე ვთქვათ, ონავარი ბერი ვიყავი. უფრო სწორად რომ გამიგოთ, ბევრი საქმე მქონდა. ავადმყოფებისთვის უნდა მიმეხედა და ლოცვისთვის ბევრი დრო არ მრჩებოდა. ის სხვადასხვა რჩევას და შენიშვნას მაძლევდა. ასევე სხვა ბერებმაც დაიწყეს მათი ცხოვრების უფრო გონივრული, მონაზვნური წესრიგით დალაგება. მას მონასტრის კოშკურში განცალკევებული პატარა კელი ჰქონდა, სადაც ადრე სინაზე გადასახლებულებს აჩერებდნენ. როგორც შემდეგ შევიტყვეთ, პირველი რაც მამა პაისიმ თავის კელიაში შესვლისას გააკეთა, იყო ის, რომ საწოლიდან მატრასი აიღო და ელექტრონათურა მოხსნა, რომელიც ოთახს ანათებდა. ყველას, ვინც მასთან მიდიოდა, ბერდიდი დიდი სიყვარულით ღებულობდა. ზოგჯერ უცნაურად, იმდროინდელ მოდაზე ჩაცმული, საყურეებიანი, კიკინებიანი ახალგაზრდები მიდიოდნენ. ის გადაეხვეოდა, კოცნიდა და პირველი წუთიდან მოიპოვებდა ხოლმე მათ კეთილგანწყობას. მამა პაისი მომსვლელებს პირდაპირ სახელებით მიმართავდა. იგი პატივად თვლიდა მათ სტუმრობას. მას ბევრი ნიჭები ჰქონდა და ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო. მაგრამ ყოველთვის გაურბოდა პატივს. ის არც მღვდლად ეგურთხა და არც მოძღვარი გახდა. როცა მასთან მივდიოდით, ყოველ ჯერზე მიწამდე გვიხრიდა ქეთს, რითაც სამღვდელო ხარისხისადმი მოკრძალებას იჩენდა. ის ნამდვილად მთელი გულით იხრიდა ქეთს, რადგან თვლიდა, რომ ხნიერს უნდა მოეხარა ქედი ახალგაზრდის მიმართ და არა პირიქით. დიდი მეტანია, მიწამდე? დიახ. მიწამდე იხრიდა ქეთს. ერის მღვდელი რომ ყოფილიყავი, სახლის კარებს ვერასოდეს დავკეტავდი. მომიწევდა თითოეული ადამიანისთვის განუსხვავებლად მიმეცა ყველაფერი, რისი საჭიროებაც ექნებოდა. ბერს კი შემიძლია მივიხურო კარები და წავიდე. შემიძლია გავკრე ადამიანთა თვალთახედვიდან და უჩინრად დავეხმარო სამყაროს ლოცვით, რადგან ჩემი საქმე არაა ადამიანური პრობლემების კვანძების გახსნა. ჩემი საქმე სამყაროსთვის ლოცვაა. არც მღვდელი და არც მოძღვარი სწორედ იმიტომ არ გავხდი, რომ ადამიანებს სხვანაირად, როგორც მონაზონი დავხმარებოდი. წმინდა იოანე სინელს განკითხვის შესახებ ბევრი უწერია. მაგალითად ის წერდა, რომ მონაზონი ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ განიკითხავდეს, რადგან შესაძლოა არ განიკითხავდე ენით, მაგრამ ფიქრებით ყველას განსჭიდე.
აი მაგალითად, ჩაივლის ერთი ბერი მეორის კელიასთან და არეულსა და დაულაგებელს ხედავს იქაურობას. მამათა მონასტერში ხდება ხოლმე ასე. არ ვიცი როგორაა დედათა მონასტრებში. და ფიქრობს, ხედავ, ჩემი ძმა გონიერი ლოცვითაა დაკავებული და კელიის დალაგება ვეღარ მოასწრო და არ განიკითხავს. ან შეიძლება ჩაიაროს სხვა ძმის კელიასთან, ნახოს ის დალაგებული და მოწესრიგებული და თავისთვის თქვას, აი ჩემი ძმა, რომელსაც შინაგანი სამყაროც ისევე აქვს მოწესრიგებული, როგორც მისი კელია. ამგვარად ის არც ერთს განიკითხავს და არც მეორეს. ასეთი ბერი დიდი სიყვარულის უნარს აღწევს. ამბობენ, რომ მამაპაისი თავს ღვთის მაწანწალას უწოდებდა. ის ფეხშიშველი დადიოდა და ფეხსაცმელს მხოლოდ მაშინ იცვამდა, როცა ადამიანებს შეხვდებოდა. დიახ, ეს სიმართლეა. ხედავდა რა, რომ ბედუინები ფეხშიშველნი დადიოდნენ, ისიც მათსავით დადიოდა. მაგრამ მერე ავად გახდა და ზამთარში აღარ შეეძლო ქვებსა და მიწაზე შიშველი ფეხებით სიარული. ჩვენ ბერებს თუნდაც სულ ცოტათი მაინც უბრალოებით ცხოვრება გვმართებს, ვიდრე ერის ადამიანებს. მონასტერი ცოტათი ღარიბული უნდა იყოს, ვიდრე ეს სახლი, რომლიდანაც წამოვედი. ეს შინაგანად ეხმარება როგორც ბერს, ისე ერსაც. ღვთის განგებულებით ისეა მოწყობილი, რომ ადამიანები ვერ პოვლობენ ნუგეშს ხრწნად ნივთებსა და საგნებში. თუ ეს ერული პროგრესი თავად ერის ადამიანებს ტანჯავს, ბერებზე რაღა უნდა ითქვას. რომელიღაც მდიდარ სახლში რომ აღმოვჩენილიყავი და მის პატრონს ეკითხა სად გავემწესებინე ღამის გასათებად, სად უფრო მესიამოვნებოდა, გულწრფელად გეუბნებით, თხების სადგომს ავირჩევდი და იქ უფრო მშვიდად მოვისვენებდი, რადგან ბერად უკეთესი სახლის ან სასახლის შესაძენად კი არ შემდგარ ვარ. მახსოვს, მონასტრის საერთო საცხოვრებლის სამზარეულოში დიდი ქვაბი იყო, რომელსაც სპეციალური სახელურით წევდნენ. საჭმლის მოსამზადებლად ცეცხლს შეშითანთებდნენ, ხოლო არ ქონდა რიგში წყალი სათლით, სატრიალებელზე მობმული ბაწრის მეშვეობით აქ ქონდა. ზოგიერთ რამეს, რაც ამჟამად მონასტრებში ხდება, გამართლება არ აქვს. ერთ მონასტერში ვნახე, რომ პურს სპეციალური პურის საჭრელი დანადგარით ჭრიდნენ. აბა რას გავს ახლა ეს? ბერი კომფორტს იმისთვის გაურბის, რომ სულიერ ურთიერთობებში ის არ ეხმარება. ერშიც კი ადამიანებისთვის მძიმე ხდება იმდენი მოწყობილობების ქონა. თუ ჩვენ არ ძალგვით სულიერ ცხოვრებაში დავემსგავსოთ დიდ ეგვიპტელ მოღვაწეებს, მაშინ აკლემებს მაინც მივბაძოთ, რომელნიც მიუხედავად იმისა, რომ ღებულობენ ძალიან ცოტა საკვებს, მაინც ახერხებენ დიდი ტვირთების ზიდვას. მრავალი მუხლის მოყრისგან მათ კოჟრები უჩნდებათ მუხლებზე და მიუხედავად მძიმედ დატვირთულობისა, მაინც მორჩილად მიყვებიან მათზე ბევრად პატარა ჯორებს. გარდა ამისა, აკლემებს აქვთ განსაკუთრებული თვისება დაიმახსოვრონ მათი კეთილის მყოფელები და გამოხატონ მათ მიმართ მადლიერება. ბერდით პაისის ძალიან უყვარდა ბედუინები. და მაშინდელ სინაელ მთავარეპისკოპოსს უთხრა კიდეც, რომ ის გაფრთხილებოდა მათ. ისინი მონასტრის მახლობლად ცხოვრობდნენ და ისიც ახლოს იყო მათთან. ხშირად მიდიოდა მათთან, ახლოს ეცნობოდა, რომ გაეგო, თუ ვის ქონდა გასაჭირი. მერე საჭმელს იყიდდა, მიუტანდა, კარებთან დაუტოვებდა და უჩუმრად მოდიოდა. თითქმის ყველაფერს, რასაც შეულობდა, მათთვის ხარჯავდა. უნდა ითქვას, რომ ამჟამად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. მაშინ კი მონასტერს ბერების საჭიროებებისთვის, საჭმელისთვისაც კი არ ყოფნიდა ფული. მიუხედავად იმისა, რომ მეც ისევე ვცხოვრობ, მოდიან ბედუინები და მეუბნებიან. წამალი არ მაქვს, ექიმმა რეცეპტი გამომიწერა, მაგრამ საყიდელი ფული არ მაქვს.
მახსოვს სინას მთაზე ბედუინების ბავშვები, რომელთაც არ იცოდნენ რა არის სახარება. როცა რამეს ვაძლევდი, ერთმანეთს უყოფდნენ. თუნდაც სულ მცირედი მიმეცა, ყველას ხვდებოდა ცოდა და თუ ბოლოს ვინმეს არ შეხვდებოდა, თითოეული თავისი ნაწილიდან უზიარებდა. შეიძლება დავასკვნათ, რომ მამა პაისის დამოკიდებულებამ ბედუინების მიმართ თქვენზეც იქონია გავლენა. სიხარულით დაგეთანხმებით. მე მაშინვე შევიყვარე ისინი და მიყვარს, როცა მოდიან. ვეხმარები, რითაც შემიძლია. მე თქვენ მოგიყვებით ურჩობის შესახებ. საღამო იყო, როგორც ახლა. და ყველა მონაზონი არქონდარიქში იყო შეკრებილი. რადგან მეუფე პორფირი მესამე მობრძანდა. მიუხედავად იმისა, რომ სულიერ საუბრებს მართავდით, მე მაინც, ასე ვთქვათ, მეტი ჩრობდი, მინდოდა შთაბეჭდილება მომეხდინა ბედუინებზე და რაღაც უაზრო ფოკუსებს ვაკეთებდი, ვითომ გასაღებიან დანა დამკარგლოდა. მოკლედ, ასე ვთამაშობდი. ასეთ რამეებს ადრე ნაცნობებს ვაჩვენებდი ხოლმე და გადავწყვიტე აქაც მეჩვენებინა. შემდეგ ამ ფოკუსებს ვხსნიდი. მეორე დღეს მამა პაისისთან მივედი და ვეუბნები. გამარჯობა მამაო, დამლოცე. ის კი მიყურებს მკაცრად და მეუბნება. წუხელ რას აკეთებდი? ვთამაშობდი, პასუხობ. როგორ არ გცხვენია? თქვენ ხომ სულიერ საუბრებს ატარებდით. რაში გჭირდებოდა ილუზიონისტად თავის მოჩვენება? ისინი ძალიან უბრალო ადამიანები არიან და ახლა იფიქრებენ, რომ მაგი ხარ. არადა შენ მათთან ქრისტიანულად უნდა გელაპარაკა. ახლა ისინი ჭეშმარიტ და ცრუ სასაულს ერთმანეთში აურევენ. მაშინ ბოდიში მოუხადე და შევპირდი, რომ მეტად ასე აღარ მოვიქცეოდი. მე არც წმინდანი ვარ და არც ჯადოქარი. ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს იბრძოლოს. ჩემს თავს ერთი ბეწო მტრის ნამცეცად მივიჩნევ, მაგრამ დაეს მტრის ნამცეცი სუფთა მაინც იყოს. აი სინას უდაბნო. აქ პირველივე საუკუნეებიდან, მესამე, მეოთხე საუკუნეებში ყოველთვის იყვნენ მეუდაბნოვეები, განდეგილები და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მამა პაისის ამ ტრადიციის გაგრძელება სურდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიყვარს მეუდაბნოვე ცხოვრება. უბრალოდ ფრთხილად ვეკიდებით განდეგილად გასვლის სურვილს, რომელიც ზოგიერთ ბერს უჩნდება. ამის შესახებ ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ ზოგიერთ მამას ვრთავთ გარკვეული დროით განმარტოების ნებას, მაგრამ შემდგომ დაბრუნების გათვალისწინებით. მიუხედავად არც თუ მშვიდი ხასიათისა, მეც მქონია ამის სურვილი. მართალია სულ მიწევდა და ახლაც მიწევს აქეთ-იქით სხვადასხვა საქმეებზე სირბილი, მაგრამ განდეგილობის სურვილი მაინც მუდმივად მახლავს.
ბერდიც უყვარდა მოღვაწეთა ნასახლარი ადგილების მონახულება. იგი აღტაცებაში მოჰყავდა პატარა ასკეტურ გამოქვაბულებს. ერთგან შემონახულ ჭას წააწყდებოდა. მეორე ადგილას კლდედა ხვდებოდა. მანამდე იქ მცხოვრები მოღვაწის მიერ საჭმლის მოსამზადებლად დანთებული ცეცხლისგან გაშავებული. ეს ძველი, ასკეტურად ნამოღვაწარი ადგილები გულს უჩუყებდა და შთაგონებას მატებდა ბერდიც. მახსოვს, მონასტრის ხანდაზმული კეთილმოწესე მამა ნიკანდრე, უბრალო ადამიანი, ეუბნებოდა მას. სად უნდა წახვიდე? სად? იქ წახვალ? დიახ, მიუგებდა მამა პაისი. დამლოცეთ გერონდა. შვილო, შენ იქ წმინდანობისთვის მიდიხარ, მაგრამ გაცივდები. უბრალოდ გაიყინები, მაშინ ხომ ზამთარი იყო. მდუმარება დიადი საქმეა. მდუმარებაში მყოფი ადამიანი უკვე ისედაც ლოცულობს, თუნდაც ლოცვებს არ ამბობდეს. მდუმარება საიდუმლო დასრულებული ლოცვაა და ძალიან ეხმარება ლოცვას ისე, როგორც ვთქვათ, კანი რომ სუნთქავს და ადამიანისთვის სარგებელი მოაქვს. ამრიგად, მან სთხოვა მონასტერს მიეცათ მისთვის წმინდა ეპისტიმიას კელია. პატარა კელია, რომელიც იყო 2 მეტრი 2 მეტრზე. სულ ეს იყო. აქ კი გვერდით პატარა ტაძარი იყო, მეტი არაფერი. ძმაო, შენს ლოცვაში არასდროს ეძებო სხვა რამ გარდა სიმდაბლისა. არც ნათელი, არც სასწაულები და წინასწარმეტყველებები და საერთოდ არავით არ ნიჭები, არამედ მხოლოდ სიმდაბლე. წმინდა ეპისტიმიას კელია, სადაც მე უნდა დავსახლებულიყავი, უკვე დიდი ხნის მიტოვებული იყო ადამიანების მიერ. მონასტრისგან არაფრის თხოვნას ვაპირებდი, რათა ზედმეტად არ დამემძიმებინა. ერთხელ იქიდან პური მომიტანეს
მაგრამ უკანვე დავაბრუნე. წყალი ძალიან ცოტა იყო. კელიიდან 20 მეტრში, ერთ-ერთ გამოქვაბულთან, კლდის დანახეთქიდან, წვეთ-წვეთობით ჯონავდა წყალი. მე მცირე წყლის ავზი გავაკეთე და დღე-ღამის განმავლობაში 3 ლიტრამდე წყალს ვაგროვებდი. წყლის სასაღებად მისვლისას რკინის ქილას ვუყურებდი და სანამ ის აივსებოდა, ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდი. ცალკე ქილაში ვაგროვებდი წყალს თაგვებისა და ჩიტებისთვის, რომლებიც ჩემი კელიის მახლობლად ცხოვრობდნენ. სარეცხისა და სხვა საჭიროებებისათვისაც იგივე წყალს ვიყენებდი გამოქვაბულიდან. წყალი რომ მქონდა, ღმერთს ვმადლობდი და ვადიდებდი. წყლის გასაცხერებლად ფიჭს ვაგროვებდი. ჩემი საკვები, ჩაი და ორცხობილა იყო, რომელსაც თავად ვაკეთებდი. ცომის თხელ ნაჭერს ვაფრთხელებდი და მზეზე ვაშრობდი. ეს ორცხობილები იმდენად გამომხმარი და უხეში იყო, რომ მინასავით იმსხვრეოდა. ხანდახან დასრესილ ბრინჯს ვხარშავდი კონსერვის ქილაში. ეს ქილა ყავის სადუღარიც იყო, ქვაბიც, თეფშიც და ჭიქაც. მთელ ჩემს საოჯახო მეურნეობას ეს ქილა და ერთი სუფრისაზე ოდნავ მცირე კობზი წარმოადგენდა. საღამოს შავ ჩაის ვსვამდი, რათა არ დამეწინა და ოდნავ ბევრ შაქარს ვყრიდი, ერთ ზედმეტ კობს. ეს შაქარი მეორე მაისურს მინაცვლებდა. კიდევ მე დამატებით გამოსაცვლელი თბილიტანის სამოსი მქონდა, რადგან იმ ადგილებში ღამით ძალიან ძლიერი სიცივე იცის. მე არც ზანათი მქონდა, არც ჭრაქი, მხოლოდ ერთი სანთებელა მქონდა. მისი დახმარებით ვინათებდი გზას ღამით, როცა ქვის საფეხურებიან ბილიკზე მივდიოდი. სანთებელა ხანდახან ცეცხლის დასანთებადაც იყო საჭირო. სანთებელისთვის რამდენიმე სათადარიგო ტალკვესი და ბენზინით სავსე პატარა ბოთლი მქონდა, მეტი არაფერი. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მქონდა, მაკრატელი იყო, რომელიც ორ ნაწილად დავშალე, ქვაზე ავლესე, დაფა ავიღე და ხატების გამოკვეთა დავიწყე. ამით არა მხოლოდ თავი გამქონდა, არამედ ბედუინებსაც ვეხმარებოდი. მათთვის უდიდესი ლოცვა კურთხევის სტოლფასი იყო, თუ ქუდს ან წყვილ სანდალს აჩუქებდი. მაგრამ ასეთი ზრახვა გამიჩნდა. აქ ბედუინების დასახმარებლად ვიყავი მოსული, თუ მთელი სამყაროსთვის ძალოცავად. ამიტომ გადავწყვიტე ხელსაქმე შემემცირებინა, ნაკლებად გადავრთულიყავი ამაზე და მეტი მელოცა. გონიათ ველოდი, რომ ვინმე დამეხმარებოდა. საიდან? ბედუინებს თავად არაფერი აქვთ საჭმელი. მონასტერის შორს არის, ხოლო მეორე მხრიდან უკაცრიელი ადგილები იწყებოდა. მაგრამ სწორედ იმ დღეს, როდესაც ხელსაქმე შევამცირე, ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა. მაშინ კელიასთან ვიყავი. შემომხედა და მითხრა: აჰა, აიღე 100 ოქრო. ბედუინებს დაეხმარები. შენს კანონებსაც შეასრულებ და ილოცებ კიდეც. თუ გინდა რომ ღმერთთან კავშირზე გახვიდე და ლოცვისა შეგისმინოს, სიმდაბლის ტალღაზე გადაერთე, რადგან უფალი მუდამ ამ სიხშირეზე მუშაობს და სიმდაბლით სთხოვე შეწყალება. როცა შენში საღვთო სიყვარული გაღვივდება, როგორც შეყვარებული, ისე სტაცებ შენი რაციის მიკროფონს ხელს და შენი კელიიდან გამოსვლა აღარ მოგინდება, თუნდაც ამას რამე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეები ითხოვდეს. ვერ დიდი ყვებოდა, სინას მთაზე ცხოვრებისას ორ კაკაბთან მეგობრობდი. ის პერიოდი ჩემთვის მწუხარების და არეულობის პერიოდი იყო. ჩიტები ჩემს სანუგეშებლად მოფრინდებოდნენ და ჩამომისხდებოდნენ ხოლმე. თითქოს ჩემი ფეხის ხმა ესმოდათ, სადაც არ უნდა წავსულიყავი მოფრინდებოდნენ და იქვე მახლობლად დამისხდებოდნენ. როდესაც ხატებს ვთლიდი, მხრებზე მაჯდებოდნენ. ერთხელ მთელი კვირავი ავადმყოფე და კელიიდან არ გამოვსულ ვარ. როცა გამოვკეთდი, ჩვეულებისამებრ გორაკის წვერზე ავედი და ფრინველებს მოვუხმე, რათა საკენკი მიმეცა, თუმცა ჩიტები არ გამოჩდნენ. საკენკი დავუტოვე და წამოვედი. მომდევნო დღეს, როცა გორაკის წვერისკენ ავდიოდი, ისინი ფრენით შემომეგებდნენ და გახარებულნი ფრთების ფრთხიალით გარშემო წრეებს მარტყამდნენ. საკენკი ხელუხებლად დაეტოვათ, მაგრამ როცა მნახეს, მერე შეჭამეს. გარეული ცხოველები ძალიან სამართლიანი და პატივის მიმგებელი არსებები არიან. ეს თვისება მათში უფრო მეტად დავინახე ვიდრე მრავალ ადამიანში. უმჯობესია ცხოველებთან მეგობრობა, ვიდრე ამა ქვეყნის სულის მქონე ადამიანებთან.
თუ კი ღმერთის გარდა სხვა ჭეშმარიტი მეგობრის ყოლა გსურს და უმეგობრდი წმინდანებს, ხოლო თუ წმინდანი მეგობრები არ ყავს, მაშინ გარეულ ცხოველებთან იმეგობრე. დიახ, ფრინველებს არ ეშინოდათ მისი. არც თაგვები ერიდებოდნენ და გარს ეხვეოდნენ მას. მის გარშემო უამრავი ამგვარი პატარა ცხოველი ქუჩდებოდა. დიდი ცხოველებიც მიდიოდნენ, თუმცა პატარები უფრო ადვილად შემოიკრიბებოდნენ ხოლმე და საღამოობით ხშირად გაიგონებდით მათ ხმებს. თითქოს რაღაცას სთხოვდნენ მამა პაისის. თვით გარეული ცხოველებიც კი მიდიოდნენ მის კელიასთან, თითქოს მისგან კურთხევას იღებენო და მერე ისევ ბრუნდებოდნენ უკან. სანამ ადამს ღმერთი უყვარდა და მის მცნებას ინახავდა, სამოთხეში იმყოფებოდა და მის გარშემო უამრავი ცხოველი იყო, რომლებსაც ის სიყვარულით ეფერებოდა. ისინი კი პასუხად მოკრძალებით ლოკავდნენ, როგორც თავიანთ პატრონს. როდესაც ადამმა ღვთისმცნება დაარღვია, სამოთხიდან იქნა განდევნილი. ახლა ღვთისმცნებების დაცვა კვლავ აახლოვებს ადამიანს ღმერთთან, თავის პირველად მდგომარეობაში, რომელიც დაცემამდე ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში ის უვნებლად ცხოვრობს ადამიანთა და უშიშრად ცხოველთა შორის, რომლებიც შორიდანვე გრძნობენ უვნებლობასა და სიყვარულს. კვლავ უახლოვდებიან ადამიანს, თავიანთ პატრონად აღიარებენ მას და თავადაც აღარ არიან გარეულნი, რადგან მათი პატრონი გახდა შემკობილი ძველი ღირსებით. მაშასე, რამდენადაც შეგიძლია შეიყვარე უდაბნო და არა მატერიალური ცხოვრება და ყველა შენი მატერიალური ნივთი, რაც კი შესაძლებელია, წაიღე ღარიბების სახლებში. რამდენადაც შეგიძლია გააუბრალოვე და გაამარტივე შენი ყოფა, რათა განთავისუფლდე ამ ქვეყნიური სულიერი შფოთვისგან და რათა შენმა ცხოვრებამ აზრი შეიძინოს. დღისით იესოს ლოცვას ვლოცულობდი და ხელსაქმით ვიყავი დაკავებული. ლოცვა და ხელსაქმე, ეს იყო ჩემი წესდება. ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში, ისე რომ არ ვითვლიდი, მუხლმოდრეკებს ვაკეთებდი. სხვადასხვა მსახურებას წაკითხვის მაგიერ სკვნილზე ლოცვით ვანაცვლებდი. ცნობის მოყვარეთაგან თავის დასაცავად, საფრთხის შემცველობის მინიშნებად კლდეზე მწვანე საღებავით თავის ქალა და ძვლები დავხატე. აი, აქამდე იყო კედელი და აქედან იწყებოდა კარები. აქი ქვაზე იყო დახატული. აი, აქ მთავრდებოდა კარები და პირდაპირ კარების თავზე იყო დახატული. დახატული იყო თავის ქალა, ძვლები. როგორც სამახსოვრო, გახსოვდეს სიკვდილი. ამგვარი გამოსახულებები აქვთ სქემოსან მონაზვნებს. მიახლოებით ასე ხომ? რას სარგებელი ექნება ადამიანს, თუ კი მიწაზე თუნდაც ქათქათა მარმარილოზე გამოკვეთავენ, ის გადაფარავს მას. არაფერია ადამიანი, არაფერია მისი ძალა, არაფერია მისი ფანტაზია, არაფერია მისი არსებობა, არაფერია სილამაზე, ძალაუფლება, არაფერია მისი ხიბლი, ყველაფერი სიზმარი და ჩრდილია, ყველაფერი ამაოებაა. არქიმანდრიტი ადრიანი, 1971 წელი. მონასტერში მცხოვრები ბერები, ძმური ურთიერთდახმარების წყალობით, მეტად უსაფრთხოდ არიან ვიდრე ისიქასტები, რომლებიც განდეგილად ცხოვრობენ. ისიქასტს დიდი ნებისყოფა და თავგანწირვა მართებს, რომ ჯერ საკუთარი საფლავი გაითხაროს, შემდეგ კი უდიდესი მორჩილებითა და გონიერი განსჯით, მოუკლებელი მღვიძარებითა და ლოცვით შეუდგეს სულიერ მოღვაწეობას. აი აქ დაახლოებით 6 მონაზონია დაკრძალული. ორი-სამი წლის შემდეგ საფლავს გახსნიან და თავის ქალას დადებენ საძვალეში.
წმინდა სტეფანე, შეგვინდე ჩვენი შეწოდებანი და ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. როდესაც სულიერად გაწონასწორებული ადამიანი გარდაიცვლება, მისი სულის ზეცისაკენ აღმასვლა გაქანებული მატარებლის სულას წააგავს. ბოროტის სულები, როგორც მყეფარე ძაღლები, მისდევენ მატარებელს, ლამის დაიხრჩონ ხეფითა და ღრენით, ცდილობენ წინ ჩაუხტნენ შემადგენლობას. მატარებელი კი მიქრის და მიქრის, ზოგიერთ მყეფარე გოშიას ბორბლებშიც მოიყოლებს და შუაზე გაწყვეტს. ეშმაკი არ წყვეტს ადამიანის ცდუნებას, მაგრამ თუ ადამიანი არ ღებულობს მტრულ ჩაგონებებს, მაშინ მისი გული ეწმინდება. მისი გული შეუწყვილ მაყვალს ემსგავსება და მერე, რაც არ უნდა ჩავარდეს მასში, ყველაფერი იწვის. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთდროულად განდეგილიც იყო და საერთო საცხოვრებელი მონასტრის წევრიც. რადგან მონასტერში ყოველ კვირას ან 15 დღეში ერთხელ მაინც ჩადიოდა. ის მსახურებებზე კითხვასა და გალობაში ეხმარებოდა, თან ეზიარებოდა. მონასტერში ჩავედი, რომ საღმრთო ლიტურგიას დავსწრებოდი. ნაზიარებზე განსაკუთრებულად შევიგრძენი საღვთო ზიარების გემო. ეს ქრისტეს სისხლი და ხორცი იყო. ამ ხილვითი მინიშნებით გაძლიერებულმა და მონასტრიდან ასკეტირეის შემყურე ბერმა ეშმაკს უთხრა, თუ გინდა მოდი, აი ახლა ვიბრძოლოთ. ის გვიყვებოდა ამბებს, რომელიც ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე. მის ომზე ეშმაკთან. ბერდიდმა გადაწყვიტა ასულიყო და 2 კვირით განმარტოებულიყო ასკეტირიაში, ისე რომ არ ჩავიდოდა მონასტერში. მან ეს გადაწყვეტილება შეატყობინა მამებს და სწხოვა ხელი არ შეეშალათ მისთვის. რაც ეშმაკის განიიგ ზევით, იმ 15 დღეში გადავიტანე იმის გამოთქმა წარმოუდგენელია. მეტიც, იმ ყველაფრის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. თავს ჯვარზე მიმსჭვალულად ვგრძნობდი. ეს შემთხვევა სინას მთაზე მოხდა და ზედმიწევნით იქნა ჩაწერილი მამა პაისის მონაყოლიდან. გამოჩნდა ეშმაკი და მეუბნება, გადახტი. შენ ძირს ჩავარდები, მაგრამ არაფერი დაგემართება. მე ვდუმ ვარ. შავი ჩრდილი აგრძელებს. ჩახტი ქვევით, გადახტი. მე თავი მოვიკატუნე, თითქოს არაფერი მესმის. ბოლოს მიყვირა. შეხედე, ქვას გესვრი და ქვემოთ ისროლა. შენ თავად ქრისტეს აჯობე. ხედავ, მასზე უკეთ განსაჯე. ქრისტე ღმერთი იყო და არა ჩემნაირი უხეირო მასხარა, რომელიც შენ შემოგშტერები ვარ. ვთქვი ეს და მყისვე გაუჩინარდა. აი ამგვარია ეშმაკი. აგრძელებს და აგრძელებს, არ შოშმინდება. რატომაა უდაბნოში ასე განსაკუთრებულად გამძვინვარებული ომი ეშმაკთან? აქ 2 მთავარი აზრია. ეშმაკი უდაბნოში იქნა დაწყევლილი და უდაბნოში უნდა გაიქცეს, სადაც განდეგილები და მეუდაბნოები არიან. რათა აცდუნოს ისინი, ვინაიდან მან იცის, რომ ისინი სხვებისთვის ლოცულობენ და საკუთარი სულიერი მდგომარეობის გამო მნიშვნელოვანი რამეების კეთება შეუძლიათ. სასაულების მოხდენა, ადამიანთა სულების გადარჩენა, საზოგადოების გადარჩენა შეუძლიათ. მამა პაისი ყვებოდა. მე ვხედავდი ეშმაკს, რომელიც უამრავ აღმოჩენას მიცხადებდა. ის ასახელებდა სხვადასხვა ადამიანს და ამბობდა, ესაც ჩემია, ესაც ჩემია, ესაც. ბევრი რამ, რასაც ამბობდა, ტყუილი იყო, თუმცა ხდებოდა, რომ სიმართლესაც ამბობდა. დასაქოქი საათი მქონდა, რომელიც გამიფუჭდა და მუდმივად დაქოქვა ესაჭიროებოდა. ეშმაკმა მისაყვედურა, რას აკეთებ აქ? რა დაკარგვია? ერში რომ გეცხოვრა, ახლა შვილები გეყოლებოდა, ხელში ათამაშებდი, იზრუნებდი მათზე.
მე საათი ავიღე. ზუსტად მოპირდაპირე მხარეს ფლატე იყო და იქით მოვისროლე. ბავშვობაში, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, ქვას ყველა ბავშვზე უკეთ ვისროდი. ხოდა მოკლედ ვიღებ საათს და იქითკენ ვისვრი. უნდა გენახათ რა მოხდა. ეშმაკმა აიღო და ისე მიიტანა ზუსტად ფლატემდე, რომ არ გატყდა. შემდეგ საათი ფლატეს მთლად ძირამდე ჩაცურდა. ჩავედი ქვემოთ, ვხედავ წიკწიკებს. ბოლოს ავიღე გრანიტის ნატეხი და დავარტყი საათს. აი რა მოიმოქმედა ეშმაკმა. ასე ნარახუნებს საათს არაფერი მოსვლია. ჩვენ ვკითხეთ მამა პაისის. ბაბუა, თქვენ გინახავთ ეშმაკი? დიახ, იცით რა ლამაზია. ასეთი არაფერი გენახოთ. რაოდენ დიდია ღმერთის სიყვარული, რომელიც არ იძლევა ეშმაკის დანახვის საშუალებას. მთელი კაცობრიობა შიშისგან მოკვდებოდა. წარმოდგენაც კი არ მინდა ეშმაკი რომ ჩანდეს რას ფიქრობს, მისი მაცდური შესახედაობა. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბერდიდი ამბობდა: ეშმაკი ნამდვილად იღებს ადამიანის, ცხოველისა და სხვა სახეებს. მას ნამდვილად შეგიძლია შეეხო. ის რაღაც სხვანაირი არსებაა, რომელიც ჩვენ არ ვიცით. შენ მას ხედავ, ეხები. შეკრავ ლოცვით და ის წამსვე გაქრება, თვალსა და ხელშუა. მატერიალიზაციას ამას ვერ დაარქმევ. ეს ერთგვარი შუალედური მდგომარეობაა. ერთხელ ბერდიდმა აუხსნელი ნუგეში და ღვთისმშობელისადმი ძლიერი სიყვარული იგრძნო. იგი გაკვირვებული იყო, რადგან არ იცოდა რას ნიშნავდა ეს, რატომ მოიხილა ასეთმა ნუგეშმა და ამ მოვლენის თარიღი ჩაინიშნა. მოგვიანებით მან შეიტყო, რომ იმ დღეს მისი დედა გარდაცვლილიყო, რომელიც განსაკუთრებულად უყვარდა, მაგრამ ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიყვარულისათვის დატოვა. იმ ნუგეშის ცემით ღვთისმშობელმა თითქოს უთხრაო ბერდიდს: არიდარდო, შენი დედა მე ვარ. ეს 1963 წლის 6 ოქტომბერს მოხდა. მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის. და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენი. ღმერთო გვაკურთხე. ერთ კვირა დღეს ბერდიდმა თავისი კელიიდან დაინახა, როგორ ადიოდნენ წმინდა მთისმწვერვალისკენ მომლოცველები. შეამჩნია რა მათ შორის მღვდლები და მიხვდა რა, რომ იქ წირვა ჩატარდებოდა. იგი გამოვიდა და კვალში გაჰყვა მათ. ლოცვით ცდილობდნენ ოჩაღები. უხილავი ბრძოლა და გამოუთქმელი მდგომარეობა. 1964 წლის 1 მარტით დათარიღებულ წერილში სინას მთაზე ბერდიდი პაისი წერს: ბოროტის სული ხშირად მაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სხეული თითქმის სრულ გამოფიტვამდე მივიყვანე. ეს ბრძოლა თითქმის მთელი კვირა გრძელდებოდა, სწორედ იმ დროს, როცა ზიარებისთვის ვემზადებოდი ლიტურგიაზე, რომელიც წმინდა მთისმწვერვალზე უნდა შესრულებულიყო. ვმადლობ ღვთისმშობელ დედას, რომ არ ვეთაკილები და ყოველთვის მეხმარება. აბა, მზად ხართ? მეგობარო, მზის ამოსვლამდე 15 წუთი ან ოდნავ მეტი დარჩა.
ვმადლობ ყოვლად კურთხეულ ღმერთს იმისთვის, რომ გადამარჩინა. ბრძოლა ისეთი ძლიერი იყო. ამ ბრძოლის შემდეგ სახიერმა ღმერთმა, რადგანაც გადამარჩინა, წმინდა მთის მწვერვალზე ზიარების ღირსიც გამხადა. მთელი იმ დღის განმავლობაში ზიარების შემდგომ ისეთ სიხარულს განვიცდიდი, რომ ენით ვერ აღწერ. ვიფერფლებოდი ღმერთის უზარმაზარი სიყვარულისგან და მის მყოფობას შევიგრძნობდი ჩემს სიახლოვეს. ამიტომაც მებრძოდა ასე ძლიერად მტერი ეშმაკი, რომ ის სულიერი სიხარული წაერთმია, რაც დიდი ხნის მანძილზე გამყვა და მაძლიერებდა. სინელი მეუდაბნოვე მოღვაწე უხორცო ანგელოზების დარი ცხოვრებით ცხოვრობდა. ის ისევე შეუჩერებლად ლოცულობდა, როგორც სუნთქავდა. ლოცვას ძილშიც არ წყვეტდა. მე ვგრძნობ, რომ ჩემში, როგორც ნაზი აისი, რაღაც სავსებით სხვა ხარისხის სხივი გამოფრწყინდა. წერდა იგი მაშინ. თუმცა სამაგიეროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. 1964 წლის 1 მარტისზე მოხსენებულ წერილში ბერდიდი წერდა: თუმცა გავხედავ, რომ ღმერთს სულ უფრო დაბლა და დაბლა ჩავყავარ. ახლა უკვე მთელი კვირაა მონასტერში ვარ, რადგან ასთმა გამირთულდა. წმინდა გალაქტიონისა და ეპისტიმიას ისიხასტირია ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ იყო, რომ იქ საშინლად ვწვალობდი. მიუხედავად იმისა, რომ თავს იქ ზემოთ დარჩენას ვაიძულებდი, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან უკვე სუნთქვა მეკვრებოდა და ვეღარ ვძლებდი. ბოლოს და ბოლოს ნახარა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. ბერდიდმა ტკბილისინას უდაბნოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ძალზედ დაამწუხრა. როცა თავის მეგობარს პანტელის სამშვიდობებოდა, ის კუნძულ კერკირაზე ეპატიჟებოდა, რომ სახლები აეშენებინათ, ოჯახები შეექმნათ და მეზობლად ეცხოვრათ, რაზეც არსენმა უარი უთხრა. მან თქვა, რომ მონაზონი გახდებოდა.